დღეს 13 რიცხვია, 13 აგვისტო. მთელი მსოფლიო სუნთქვა შეკრული, გარინდულია და სუნთქვა შეკრული ელოდება ზეგინდელ დღეს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების შტატ ალასკაზე და კერძოდ კანკორიჯში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე გაიმართება ისტორიული შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპსა და შლეგ პრეზიდენტ პუტინს შორის და ძალიან ბევრი მსოფლიო მიმოხილველი ამბობს ამგვარ რამეს, რომ ტრამპი იმდენად არა პრინციპული კაცია, ან ღირებულებებისაგან დაცლილი კაცია, რომ ის იტყვის შემდეგს, რუსეთო დე-ფაქტო მდგომარეობა ამგვარია, იყოს შენი ეს, უკრაინას დარჩეს ეს და ასე შემდეგ და რუსეთს კი თავისი პირობები იცით თქვენ უკვე გახმიანებული აქვს. ის ამბობს, რომ დონბასი მთლიანად დამითმოსო, ანუ დათმოს 30, მე კიდე დავაზუსტე, აქამდე მეგონა რომ 20%, აქამდე ასე ვიცოდი რომ 20% იყო უკრაინის კონტროლ ქვეშ, ახლა სულ მე აღმოჩნდა რომ 32%-ია, ანუ მესამედი პრაქტიკულად დონბას დონეცკისა, მოდი უფრო ზუსტი რო ვიყო, დონეცკის ოლქისა, ასევე დაახლოებით 10% აკონტროლებს ლუხანსკის ოლქში და სტრატეგიულ წერტილებსაც აკონტროლებს, რაც მნიშვნელოვანია რუსეთისთვის იმისთვის, რომ მას გაეხსნას მრავალფრონტალური შეტევის შესაძლებლობა მიეცეს უკვე შემდგომ და რუსეთი ამბობს, რომ დამითმოს ეს ტერიტორიები, ასევე დე-ფაქტო რა მდგომარეობაც არის ზაპოროჟიესა თუ ხერსონში ისიც დამითმოს, კი არა, ამაზეც შევჩერდეთ და უკვე შემდგომ ვილაპარაკოთ, ხო ერთი ხანობა გავრცელდა ამგვარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი უკაცრავად სიტყვისთვის და დაიგინება, არა ფლადესი არ არის ცხადია, მაგრამ დაიფიცებ დაიგინებ საკანონმდებლო ინიციატივა გამოვა და მიიღებს კანონს იმის თაობაზე, რომ არამც არ დაესწრება თავს უკრაინის დარჩენილ ტერიტორიას, არ იგულისხმება ხერსონი და ზაპოროჟიე, იმათ დაესწრება, რასაკვირველია, ხარკოვსაც დაესწრება ამერიკი, დარჩენილ ტერიტორიას, რომელზეც პრეტენზია არ აქვს, ოდესაზე აქვს. ლვოვს არ დაესწრება, მადლობა გადავუხადოთ, სპასიბა და კიევს და მეცაც გეტყვითო, ამბობენ რუსეთიდან, რომ ევროპასაც რო ეშინია იმის, რომ მასაც შეუტევთო, არა, რას ბრძანებთ, ევროპას არამც ამაზე დავიგინებით და დავიფიცებით, რომ უკრაინა კი არა, ევროპას არ შეუტევს რუსეთიო და ყლაპავს თუ არა ამას, თოხლავს თუ არა ამას პრეზიდენტი ტრამპი და მართლაც პრეზიდენტ ტრამპი ერთის მხრივ თუ ერთი შეფასებით ღირებულებებისაგან იმდენად დაცლილია და მას მართლა უნდა სისხლის ზღვის დამთავრება, იმიტომ რომ მერე აღებმიცემობა გააჩაღოს მძლავრ ეკონომიკური თვალსაზრისით, მძლავრ კი არა, მდიდარ რუსეთთან და მშვიდობა იყოს, მშვიდობა ყოველთა იყოს მსოფლიოში, რომ მერე ბევრმა ქვეყანამ ერთმანეთთან ივაჭროს, გამდიდრდეს, გაძლიერდეს და ასე შემდეგ, რომ პრეზიდენტი ტრამპი წავა და იტყვის, რომ იცი რა, ანკორიჯში შევთანხმდეთ ისე, როგორც შეთანხმდნენ თავის დროზე 1938-ში მიუნხენში, იცით თქვენ რომ ჩემბერლენმა მაშინ პრაქტიკულად დაუთმო მთელი ევროპა, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ თუ გნებავთ უფრო დავაკონკრეტოთ, ჩეხეთის სუდეტი დაუთმო ჰიტლერს და ამის შემდეგ მადამოსული ფერმოსული ჰიტლერი გადასწოდა არათუ მარტო ჩეხოსლოვაკიას, არამედ მთლიანად კი არა, ნახევარ ევროპაზე მეტსაც და სად არა წარმოა მან ომები და სად არ დააფიქსირა, რომ ის მპყრობელია ევროპისა, მას აქვს გერმანიის იმპერიის გადიდების, გავრცელებისა და გადიდების ამბიცია, უნარიც კი შესწევს. მე ცოტა სხვაგვარ ანალიზს შემოგთავაზებთ თქვენის ნებართვით და ამ თავითვე ვიტყვი, რომ არანაირი მიუნხენი 1938 არ შედგება დამოუკიდებლად იმისა შეცდომაა თუ არა ალასკაზე შეხვედრა, თუმცა მე მგონია, რომ სწორედ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეხვედრა არის სწორი, თუ სადმე უნდა შეხვედროდნენ, მათ შორის უსაფრთხოება, ეხა ეს ყველაფერი შეფუთვის ამბავია, მაგრამ მათ შორის იმიტომ რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი პოლიტიკოსებისა, ლიდერებისა, თუ სადმე უნდა შეხვედროდნენ მაინც და მაინც ალასკაზე, სწორედაც რომ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც აჩვენებდა ტრამპი რაოდენ ძლიერია პრეზენტაციას მოაწყობდა და მოაწყობს მაღალი ალბათობით, რაოდენ ძლიერია შეერთებული შტატები, თუნდაც მის უკიდურეს ჩრდილოეთ შტატში, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება, შეიძლება თლა ზუსტი სიტყვა არ არის, მაგრამ საიდანაც თავის მხრივ რუსეთამდე ერთი ხელის გადაწოდენაა, მეთქი ასე ვიტყვი. ხო, რუსეთის აღმოსავლეთამდე ერთი ხელის გადაწოდენაა
შეერთებული შტატების ალასკის შტატიდან და კონკრეტულად ანკორიჯში არსებული ანკორიჯის სამხედრო ბაზიდან. კარგით, გამოგიდოთ იმისა, როგორ აკრიტიკებენ ტრამპს, მე მგონია, რომ არანაირი მიუნხენი 1938 არ იქნება, ვერ შედგება და ეს შეხვედრა იქნება მხოლოდ შეხვედრისთვის, სადაც პუტინი კიდევ ერთხელ გაიმეორებს არა მარტო იმას, რაც აქამდე ბოლო პერიოდში ყოველ შემთხვევაში მან თქვა, რომ მოდი დამითმეთ მთლიანად დონეცკი და არსებული მდგომარეობა დაფიქსირდეს, როგორიც არის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში და მე დავიფისებ და ვიგინები, რომ არ შეუტევ ევროპას და უკრაინის დარჩენილ ნაწილს, არამედ იმასაც იტყვის პუტინი, რომ მე კონსტიტუციით ვაღიარეთ ჩემს ტერიტორიებად ეს 5 რეგიონი და ემანდ რამე არ მოგივიდეთ, რამე შეცდომა არ დაუშვათ, თუ არ გინდათ რომ მე დნეპროპეტროვსკსა თუ ხარკოვზე და ოდესაზეც არ გავიწიო, ეხლა ეს ყველაფერი დამიკანონეთ, რაც სულ რომ უნდოდეს პრეზიდენტ ტრამპს, სულ რომ უნდოდეს, კვლავ ვიმეორებ, ის ამ გარიგებაზე ვერ წავა. ეხლა უნდა თუ არა პრეზიდენტ ტრამპს, ხო, ვერსია იმის თაობაზე, რომ ტრამპს უნდა მხოლოდ აღები მიცემობა, რუსეთის დეიზოლაცია, მისი ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ამერიკის შეერთებული შტატების გამდიდრება ამ ბუნებრივი რესურსებითაც და ასე შემდეგ წიაღისეული, რომელიც რუსეთშიც საკმაოდ არის, ან ოკუპირებულ ტერიტორიაზეც საკმაოდ არის, ანუ დონეცკსა და ლუხანსკში და ეს უნდა და მხოლოდ ხო ეს პროცესება ბუნებრივი არსებობს, მაგრამ ტრამპი ამ გარიგებაზეც კი ვერ წავა, კიდევ ერთხელ მოისმენს ამჯერად უკვე უშუალო შეხვედრის დროს პრეზიდენტ პუტინის ამბიციურ განაცხადებს, მაგრამ იქვე ან შემდგომ იტყვის no, იმიტომ რომ არ შეიძლება სხვა ქვეყნის ხარჯზე შენ იყო გაძლიერებული, რაც მთავარია, თუ რუსეთს რაღაცას მაინც დაუთმობენ დე ფაქტო მდგომარეობით არსებულ ვითარებას ან საერთოდ რამეს დაუთმობენ, ეს სათავეს დაუდებს მსოფლიოში ტერიტორიების გადანაწილებას ხელახლა, რაც ისეთ ქაოსს გამოიწვევს, გაგიკვირდებათ და უკვე შემდგომ, თქვა 10 წლეულების შემდგომ ევროპის კონტინენტზეც კი, რომ წარმოდგენაც კი არ გვაქვს არც ერთ ჩვენგანს და ტრამპსაც არა აქვს წარმოდგენა, მეთქი გავუბედავ და ასე ვიტყვი, თუმცა მისი მრჩეველთან ერთი ნაწილი მაინც არა ვითკოფი, არამედ მრჩეველთა ერთი ნაწილი მაინც ალბათ და იმედია ამაზეც ამ რაკურსითაც უმახვილებს მას ყურადღებას. ახლა კიდევ რატო აღარ ლაპარაკობ ხა ჩინეთი, ტაივანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აღარ ლაპარაკობ შესაძლო კონფლიქტზე, ასე მაგალითად ხსენებულ ჩინეთსა და იაპონიას შორის, ან ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის, ეს კონფლიქტი საერთოდ კარგი იქნებოდა თუ შედგებოდა ოღონდ იმ რეზულტატით, იმ შედეგით, თუ სამხრეთ კორეა დაამარცხებდა ჩრდილოეთ კორეა არა ჩარჩენილ ქვეყანას კიმისა, ხო? ეხლა რატო ვაყვები ამ ყველაფერს? იმიტომ რომ ტრამპს არ დააშვებინებენ ამ შეცდომას ჩემი ღრმაწმენით, მაგრამ აქ კიდევ ერთი მთავარი ქვაკუთხედი არც ევროპაა და არც მისი კარგი მრჩევლები, არამედ ქვაკუთხედი არის ნება უკრაინისა, რომელიც ამბობს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, უფროს, თუმცროს, ძლიერ, არაძლიერ ქვეყნებს არ აქვთ ჩემი ტერიტორიებზე მოლაპარაკების უფლება. მე სანამ არ ვიტყვი, მანამდე არანაირი კვადრატული სანტიმეტრი უკრაინის მიწისა არ გადაეცემა არავის სხვას, არც შეერთებულ შტატებს და არც მით უფრო რუსეთს არავის არ გადაეცემა. და ჩვენ მოსემულ ეტაპზე ვიბრძვით, ჩვენ მოსემულ ეტაპზე გვაქვს ამბიცია, რომ დავიცვათ ეს ქვეყანა და მთავარი რაც არის აქ, არის ის, რომ ჩვენ არ ვეპუებით ამ არსებულ ოკუპაციას და აი ამ შემთხვევაში კი ტრამპი ამბობს შემდეგ რაღაცას, მე გეტყვით წარმატებები, თუ ვერ მოილაპარაკეთ, თუ ვერ შეიკეტეთ რომელიმე ოთახში, თუ არ იჩხუბეთ რომელიმე ოთახში, არ ვერ შეთანხმდით რომელიმე ოთახში შეყუჟულებმა და მე გეტყვით წარმატებები და დაგიიქნებთ ხელს და მე ხლა უცნაური რაკურსი რა არის ამ ჩემი ანალიზისა, არის ის, რომ მე მომხრე ვარ, გაგიკვირდებათ და რომ შეერთებული შტატები გავიდეს ამ პროცესიდან, უფრო სწორად ამას გასვლა არც ქვია, ფორმალურად მან პუტინს დაუფიქსიროს, ტრამპმა პუტინს დაუფიქსიროს, რომ ის გასულია ოღონდ. და აქ არის მნიშვნელოვანი პოინტი. ოღონდ იმ დაშვებით და იმ სცენარით, თუ შეერთებული შტატები არა პირდაპირ, არამედ ირიბად ევროპის კონტინენტის გავლით განაგრძობს უკრაინის შეიარაღებას, ოღონდ რაღაცა ეგრეთ წოდებული ბიზნეს მოდელის
თუ სწორი სიტყვა და ალბათ სწორი სიტყვა ბიზნეს მოდელის გამოყენებით თუ ბიზნეს მოდელზე დაყრდნობით. კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა თავისი უზარმაზარი რაოდენობის იარაღიდან, რომელიც ესოდენ სჭირდება უკრაინას, უნდა მიყიდოს უკრაინას სჭირდება. უნდა მიყიდოს ევროპის კონტინენტს ცალკეულ სახელმწიფოებს ან მთლიანად ევროკავშირის წევრ სახელმწიფო, ევროკავშირის როგორც სივრცეს ან ნატოს დარჩენილ სახელმწიფოებს შეერთებული შტატების გარდა, რომლებიც ვალდებულებას აიღებენ იმის თაობაზე, რომ ეს იარაღი გადასცენ უკრაინას და პრინციპში ესეთი თუ სწორი სიტყვა მენიუ ან პრეისკურანტი იარაღისა, რომელიც მოცემულ ეტაპზე სჭირდება უკრაინას, ეს მენიუ პრეისკურანტი არსებობს და პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმას, როგორ მოხვდება ამერიკული ზემძლავრი იარაღი უკრაინის შეიარაღებაში, თუ ეს იარაღი მოხვდება როგორღაც და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა იყოს მზად იმისთვის, რომ მრავალი მილიარდი გადასცეს, სწორედაც რომ მრავალი მილიარდი გადასცეს კი არა, მრავალი მილიარდი შეისყიდოს სწორედაც რომ ამერიკული იარაღი. აქვე ვიტყვი, რომ გერმანიის თავდაცვის უწყება და იარაღის მწარმოებლები, საფრანგეთის თავდაცვის უწყება და იარაღის მწარმოებლები, ბრიტანეთთან სიმართლე გითხრათ აღარ მსმენია, მაგრამ მაღალი ალბათობით ბრიტანეთის, ანუ სამი სახელმწიფო დავასახელე, პრინციპში ორი ევროკავშირისა და ერთი ევროკავშირის მიღმა, ამბობენ, რომ შეუდარებლად გაიაფდა იარაღის წარმოება გერმანიასა და საფრანგეთში, იმიტომ რომ დიდი შეკვეთებია და შესაბამისად ჩვენი წარმოებები ამოიქოქა და უკვე ამოიქოქა და ეს იარაღი ჩვენ რასაკვირველი, ანუ მთავრობებს უფრო ზუსტი რომ იყო ვინც უკვეთავს ამ იარაღს და სჭირდებათ რასაკვირველია საიმისოდ, რომ უკრაინას გადასცენ. აი ამ პერიოდის გამოყენება რომ არ იყოს რაღაც ბუფერები, გარდაულად აუცილებელი, იმიტომ რომ ეს ხო იქოქება, მაგრამ ბოლომდე ამოქექილი არც არის 2027 წლისათვის ავარაუდობენ ევროპის სამხედრო ინდუსტრიის სრულ ამოქოქვას, ხო 2027 წლამდეც გაგრძელდება ომი და 11 წლამდეც პირობითად ვლაპარაკობ რასაკვირველია, გავასწროთ ცოტა კამერა რომ არ ჩამოგვივარდეს ამასობაში. არ ვიცი, ალბათ აქედან ეს ჯობს ალბათ. ხო და ცოტა უკან ჩავიზიოთ, ხო? ალბათ ეს ჯობს და ეს ამბები და ევროპის სამხედრო ინდუსტრია ამოქმედდება და აი ეს პერიოდი არის ამოსავსები და სწორედ ამ პერიოდში დაახლოებით პრეზიდენტ ტრამპის დარჩენილი პრეზიდენტობის დაახლოებით 2 წელიწადი, ნახევარი დარჩენილი პრეზიდენტობის ახალსუსო, ეს ბუფერი უნდა იყოს ამოვსებული დროითი თვალსაზრისით და მე კვლავ ვიმეორებ, ყაბულ ვარ მე ვინმე კითხება, მაგრამ მაინც რომ ამ ბიზნეს მოდელით მოხდეს შეიარაღება უკრაინისა, როცა მით უფრო მაშინ, როცა ტრამპი კიდევ ერთხელ ან საბოლოოდ დარწმუნდება იმაში, რომ რუსეთი არაადეკვატურია, რადგან ითხოვს იმას, რაც მისი არ არის, მისი არაფერი არ არის, მაგრამ მაინც რისი თქმა, წაცდენა შეგნებული ოღონდ ხალხსო, შეუძლია პუტინს შეუძლია კიდევ ერთხელ დაშანტაჟება ამ შემთხვევაში მოწყვლადი რო ჰგონია ბევრს იმ ტრამპისა და თქმა იმისა, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ბირთვულ ბომბს, რომ იცოდეთ მაინც დონალდ. იმიტომ ეხლა აქ უკვე პუტინს აღარ ვახსენებ თქვენის ნებართვით, ტრამპსაც აღარ ვახსენებ და ასე შემდეგ და ვახსენებ დუგინს, ზუსტი ციტატაც რომ მოვიშველიოთ, ალბათ უკეთესი იქნება. ბოდიშ ვიხდი. აი ეს დუგინი ამბობს იდეოლოგი, რომელსაც ყავს აქაური აგენტურა, პარემი ვიტყვი, ამ ქვეყანაში მისი ხაზის გამაგრძელებელი არის ესეთი FSB-ს, ეს ხაზი არის ამგვარი დუგინი, ვასაძელევანი, საეკლესიაში შიო, მოსაყდრე შიო, სხვები და სხვები. აოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს არის ზაზა შათირიშვილი ასე მაგალითად და სხვები. მოკლედ ეს კაცი პუტინის, ხო, ის ზაზა შათირიშვილი, რომელმაც იბოდიალა ამ და სხვებმაც იბოდიალებს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის თაობაზე და თქვეს, რომ ეხლა ცუდი რამე გააკეთა პაშინიანმა, ეხლა ნახეთ რა პრობლემები შეექმნება, რაღაცა რუსეთი გადააგდო, დაახლოებით ეს არის შინაარსი. მოკლედ ეს იდეოლოგი დუგინი ამბობს, ჩვენ გვჭირდება მთელი უკრაინა, გარდა დასავლეთის რეგიონებისა, ან შეიძლება მათი ჩათვლით და ესეც იქნება მიუხედავად იმისა, თუ რა დაგვიჯდება ეს, ანუ ყველაფერზე წავალთო.
რუსეთის პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება მიმართულია მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს, ანუ რუსეთის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად. ტრამპისთვის ეს არის გარიგება, ამაზე მეც ვლაპარაკობ და აქ დუგინი მართალია, ნაწილობრივ მაინც შეიძლება ტრამპი მართლა როგორც დილს, როგორც გარიგებას ასე უყურებს ამ საკითხს. დღესაც, რაოდენს სამწუხაროდ არ უნდა იყოს, ჩვენთვის კი ყოფნა არ ყოფნის განსაზღვრელია. დიახ, დუგინი ხვდება ერთ რამეს, რაღაი შეტოპა ასე რუსეთმა ამ კონფლიქტში. ანუ რუსეთის დამარცხება ყოფნა არ ყოფნის სტოლფაზია იმიტომ, რომ ნებისმიერი სხვა შედეგით, ანუ თუნდაც უკრაინის ნაწილობრივი გამარჯვებით, აი უკრაინის ნაწილობრივი გამარჯვება რა იქნება, თქვა დაკარგა დონბასი და ყირიმი და მიეცა მას დატოში გაწევრიანების უფლება, შეიარაღდა დამატებით, დაიცვა დარჩენილი ტერიტორიები და ასე შემდეგ. ეს იქნება გულახდილად გეტყვით უკრაინის სტრატეგიული და კონცეპტუალური ნაწილობრივი გამარჯვება. ეს დაემსგავსება ერთგვარად გასული საუკუნის 30-იანი წლების მიწურულის ფინეთ რუსეთის კონფლიქტის შედეგს, როდესაც დაკარგა ფინეთმა ტერიტორიების ეს ნაწილი, მაგრამ დღეს ფინეთი აყვავებული, აძლიერებული სახელმწიფოა და ხო, რასაკვირველია, ფინეთშიც არიან მოქალაქეები, მიმართულება არის ამგვარი, რომ უნდა დაიბრუნონ კარელსკიის კალი, ხო, ანუ კარელია, მაგრამ ეს პრინციპში მაინც უკვე მკვდარი, ანუ დასრულებული თემა. უკრაინის გამარჯვება იქნება, თუ უკრაინა დაკარგავს დონბასს, ხაზგასმით ვამბობ, ნახეთ რა უცნაურ რამეს ვამბობ, რაც არც მოხდება, მაგრამ მაინც რომც დაკარგოს დონბასი და ყირიმი, ხო, თუმცა უკრაინა განვითარდეს, გახდეს ნატოს წევრი, დარჩენილი ტერიტორია იყოს უსაფრთხოდ, აბსოლუტურად 157%-იანი გარანტია მიიღოს უსაფრთხოებისა და ასე შემდეგ, უკრაინის გამარჯვება ჩაითვლება. მაგრამ ამას შესანიშნავად ხვდება ეხლა დუგინს რომ დაუბრუნდეთ ეს კაცი, პატრონი ვასაძისა თუ შათირიშვილისა და ხვდება რომ აი უკრაინის ნაწილობრივი გამარჯვებაც კი იქნება რუსეთის მარცხი და რუსეთის მარცხი განაპირობებს იმას, რომ რუსეთი ხუხულასავით ჩამოინგრევა გარკვეული პერიოდის, არა მალევე, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეს ის რუსეთი, რომელშიც ერთმა არა საველე მეთაურმა, არამედ ბანდიტმა, ერთმა არა მზარეულ პოვარმა, არამედ ბანდიტმა ამ 2 წლის წინ სცადა მარშით მოსკოვამდე მისვლაც კი გააჩერეს, რასაკვირველია და მე დაბრიდეს, ააფეთქეს თვითმფრინავში და მისი ხსენებას კი არ არის, მაგრამ ის რომ ამგვარი შესაძლებლობები ჩნდება ესოდენ დასუსტებულ, ახლა უკვე მით უფრო დასუსტებულ რუსეთში, ეს კი ფაქტია. ხო და დუგინი ამბობს, რომ ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად ქმედებსო პუტინიო, ტრამპისთვის ეს არის გარიგებაო, ჩვენთვის კი ყოფნა არ ყოფნის განსაზღვრელიო, მართალია, ყოფნა არ ყოფნის, ჰამლეტისეული ყოფნა არ ყოფნის საკითხით დგას რუსეთისთვის, რუსეთის წინაშე, იმიტომ რომ ის ჩამოინგრევა, აქ გითხარით, თუ ის სრულ გამარჯვებას ვერ მიაღწევს და სრული გამარჯვება კი არის უკრაინის როგორც სახელმწიფოს გაუქმება. აქვე გეტყვით, რომ თუ აი ქართული ოცნების მომხრეებს მშვიდობის პაციფისტ ან ომის დასრულების მოსურნე მომხრეებს ვეტყვი, რომ როგორც კი ან იმ შემთხვევაში თუ რუსეთი მიაღწევს საწადელს, ან ნაწილობრივ მიაღწევს საწადელს უკრაინაში, ის რასაკვირველია წავა სრული საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. საბჭოთა კავშირი ალბათ არ დაერქმევა, მაგრამ მაინც და საქართველო მიუხედავად იმისა, რომ აქ საქართველოში სამხრეთ კავკასიაში რუსეთს, პუტინსა თუ დუგინს ეგულებათ მათი ინტერესების გამტარებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველო იქნება გასაჭყრეთთა სიაში, იმიტომ კი არა რომ ბიძინა ივანიშვილი მათი არ არის, არამედ იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობას ქართველი ხალხი დაუპირისპირდება გაცილებით მძაფრად, ვიდრე დაუპირისპირდა ქართულგვარიან რუს ბიძინა ივანიშვილს, დაუპირისპირდა და ახლაც ამ დაპირისპირების პროცესშია ქართველი, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებიც შესანიშნავად მიხვდებიან იმას, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა თუ დაიწყო პუტინმა, აქ უკვე ივანიშვილი გვერდზე გასაწევია მათი მხრიდანაც და ჩვენ უნდა შევაწყდეთ უკაცრავად სიტყვისთვის და რა საუკაცრავო რა არის აქ, სწორედაც რომ რუსეთს და მისი ნებისმიერი ამ ფსონი აქ ამ ქვეყანაში, მათ შორის ივანიშვილი მომიტევოს ყველამ, ვისაც მშვიდობიანი რევოლუცია უნდა ან არჩევნებით გადაგდება უნდა ბიძინა ივანიშვილისა, ეს ივანიშვილი იქნება გასაგდები, გიბოდიშებთ და ძალით.
ამ შემთხვევაში თუ ივანიშვილი ხელს მოაწერს საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობას რუსეთის მხრიდან ლოგიკის რომ ძალა აღმარცხნავს ხალხნო და აბა მე რა უნდა ვქნა თუ რა უნდა გავაკეთო. ხო, ჩვენთვის კი ყოფნა არ ყოფნის განსაზღვრელი უკრაინა ან ჩვენი იქნება, ან საერთოდ არავინ და არაფერი არ იარსებებს. აქაც დუგინს მიხავს იქითკენ, რასაც პრინციპში ალბათ მაინც ეთყვის წასწდება პუტინს ტრამპთან საუბრის დროს. ეს არის მე ვარ უმძლავრესი ბირთვული სახელმწიფო და მე ყველაფერზე წავალ, შეშინდი, დაფრთხი დონალდ, იცოდე დონალდ, რომ მე დავბომბავ შუა ევროპასაც კი, შუაგულ ევროპასაც კი, თუ ჩემს უსაფრთხოებას და ქვეყანას როგორც ასეთ შეექმნება საფრთხე. ეს არის სათქმელი სიტყვა, რასაც იტყვის, უთუოდ იტყვის პრეზიდენტი პუტინი პირდაპირ თუ ირიბად შეერთებული შტატების ალასკაზე გამართულ შეხვედრაზე, რომელიც აგე ზეგ გაიმართება. მაგრამ და კიდევ ერთი ამბავი უნდა მოვაყოლო ამ ყველაფერს, ეს არის თუ არა ომის გაფართოების, რასაც უფრთხის ტრამპი, ომის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს თუ არა ამის ვარიანტი და მე გეტყვით რომ არის და წინა ბლოკში ვთქვი რომ რუსეთი არც ცენტრალური აზიის და არც სამხრეთ კავკასიის რეგიონების ქვეყნების მეტ თავისუფლებას ამ ორი რეგიონის ქვეყნების მეტ თავისუფლებას შეეპუება მაშინაც კი თუ ის დამარცხდება უკრაინასთან კონფლიქტში, ან ნაწილობრივ დამარცხდება, ნაწილობრივ გაიმარჯვებს, ან სრულად დამარცხდება, ან სრულად გაიმარჯვებს, მით უმეტეს მაშინ და არც იმ შემთხვევაში თუ არსებული სტატუს კვო იქნება. არსებული სტატუს კვო ცენტრალური აზიის ძლიერ სახელმწიფოებსაც კი უზბეკეთს, თურქმენეთსა და ყაზახეთს პირველ ყოვლისა ავალდებულებს, უბიძგებს რომ შეიმუშაონ სწორი სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში და სუვერენიტეტის მეტი ხარისხი მოიპოვოთ რუსეთისაგან, მოსკოვისაგან დამოუკიდებელი, მათ შორის ეკონომიკური სუვერენიტეტის, ამით პრორჩინეთი ძალიან მნიშვნელოვნად და აქტიურად მონაწილეობს ცენტრალურ აზიაში, ცენტრალური აზიის ბიზნეს ეკონომიკურ პროექტებსა თუ პროცესებში. და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა ტრამპი ამასაც უფრთხის, სხვათა შორის ჩემეული აღქმით და გაგებით, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაიწყება უკვე მრავალფრონტალურად, ეს მნიშვნელოვანი ამბავია. და მრავალფრონტალურად ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც ესეთი ღია კონვენციური ომი კი არ დაიწყება, ასე მაგალითად ყაზახეთსა და რუსეთს შორის, თუმცა არც ეს არ გამორიცხოთ, ეგრა მაგის პასუხია, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და დუგინისეული კონცეფცია წავიდა, განვითარდა, ხანგრძლივდა, გაგრძელდა, რომ უკრაინა სრულად მინდა შესაბამისად მას უნდა სრულად მოლდოვა, სომხეთიც, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის თუ თურქმენეთის თუ გადამჭა კიდე ყირგიზეთი, ხო, კიდე შეიძლება დამჭა რამე არ მგონია. ხო, ბუნებრივია რომ წინააღმდეგობას დუგინი და პუტინი დუგინი შეხვდებიან ყველას. მხრიდან ქართველებზე მე ვთქვი რომ ქართველები 500,000-700,000 კაცი გამოვა და ჯოხს აიღებს. პირდაპირ მნიშვნელობით ჩათვალეთ ან პირდაპირ მოკლედ ვიშოვით საიდან მე იარაღს და დაუპირისპირდებით აქ შემოთრეულ სახმელეთო რუსებს, ივანოვებს, პეტროვებს და სიდოროვებს თუ ისინი შემოვლენ მაინც და მაინც, თუ კონვენციური ომია და სახმელეთო ოპერაციაც იქნება, მოხვება ამას, ხოლო თუ ვილაპარაკებთ ცენტრალურ აზიაზე ან აზერბაიჯანზე, მე წინა ბლოკში ვთქვი, ცენტრალურ აზიაზე ცალკე და აზერბაიჯანზე ცალკე, წინა ბლოკში ვთქვი, რომ მე არ გამოვრიცხავ, რომ დაიწყება შეიარაღებული დაპირისპირება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის და ესეც შენი მეორე ფრონტი მეთქი და იგივე შეგვიძლია თქვა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზე და აი აქ არის მნიშვნელოვანი ერთიანი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება. აკი გითხარით და ჩემი ვარაუდი გამოთქვი იმასთან დაკავშირებით, რატომ იყო ჩაყვანილი თურქეთში საქართველოს დე-ფაქტო პრეზიდენტი მიხეილ ყაბილაშვილი, რომ ეს აეხსნა, რომ აი ამ ვითარებაში შეიძლება და აღმოვჩნდეთ. და ბიზნეს ივანიშვილი ამ ყველაფერს ვერ კითხულობს ასე, ეს ფაქტზე ჯიუტ ფაქტზე მეტია, ჯიუტი ფაქტია და ვერც წაიკითხავს მეთქი ის ცდილობს რომ მიეტენოს რუსეთს, მიეტენოს და აი ამ ისტორიულ შეპირისპირებაში შევიდეს ისტორიის ბნელ მხარეს, დადგეს ანუ რუსეთის მხარეს, რომელიც აპრიორი დამარცხებულია და ბიზნეს ივანიშვილის წაილეკება რასაკვირველია, მაგრამ აი ესე გადაუგდეს მას კიდევ ერთი მაშველი რგოლი, რომ ერდოღანმა ამ შემთხვევაში ჩემი აზრით და აუხსნეს ყაველაშვილის, რომ აი ამ პროცესში საქართველოს უფრო ფხიანი უნდა იყოს, როგორც იყო ყოველთვის საბჭოთა კავშირის დაშლამდე და დაშლის შემდგომაც შევარდნაძის ცხადია უფრთხო და
რუსეთს, მაგრამ არავინ ამ დაფრთხობასა და სიფრთხილეს შორის არსებითი სხვაობა. მოკლედ, რისი თქმა მინდა ახლა აქ აირება ვითარება ჩემი აზრით, ამას შესანიშნავად ხვდება თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აქვს შანსი, რომ ახლა მაინც გამოასწოროს ვითარება და იმისთვის რომ მან გამოასწოროს ვითარება, კიდევ ერთ რამეს ვიტყვი და ამით ალბათ დავამთავროთ 24 წუთი გავიდა 25 თითქმის არის შემდეგი რამ გასაკეთებელი. და ბიძინა ივანიშვილი სხვა არ ვაკებ ხო, მაგრამ მაინც შესაძლოა ამას ჩალიჩობს. ბიძინა ივანიშვილი კლავს პოლიტიკურ კვლელობას გულისხმობ იმ პირებს, რომლებშიც მას რომელიღაც ეტაპზე ეჭვი შეეპარა და რომლებმაც მას უღალატეს, მისეული გაგებით უღალატეს. ეხლა გახარიამ რო უღალატა, ეს გასაგები ამბავია, მაგრამ სხვებმაც უღალატეს. მაგალითად, კომელაურმა, მაგალითად, ლილუაშვილმა, მაგალითად, ღარიბაშვილმა, მაგალითად, სხვებმა და სხვა პოლიტიკურ მკვლელობას სჭადის, მათ ანადგურებს მას, ხო? ასე ეხლა უკვე დამღალატებელთა შორის აღმოჩნდა FSB-ს ხაზის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ოთარ ფარცხალაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელსაც ღმერთმა უწყისა დოკუმენტები აქვს გატანილი საქართველოდან და რომელიც ოდესღაც კი არა არც თუ ცოდინი ხნის წინ იყო საყრდენი ბიძინა ივანიშვილისა კრიმინალურ ავტორიტეტულ ამბავ პონტში, უკაცრავად სიტყვისთვის და გიორგი მიქაძის ფარცხალაძის მარჯვენა ხელის დაჭერა და ამ FSB-ს ხაზზე მიტანილი იერიში კობახიძის ფორმალისტურად კობახიძის მიერ თუ მხრიდან ამის ნათელი დაადასტურება ცალკე რომ მსჯელოთ კონტექსტის გარეშე რომ მსჯელოთ ჩვენ კობახიძეს უნდა ვუჭერდეთ მხარს. გულახდეთ ლაპარაკობ ამას, ყოჩაღი ირაკლი კობახიძე უნდა ვამბობდეთ რომ შენ აი ეს FSB-ს ხაზი მოშალე ან შლი და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ჩვენ ხო ცალკე და კონტექსტის გარეშე ვერ ვიმსჯელებთ და ჩვენ ხო ვიცით რომ ირაკლი კობახიძე კარგ საქმეს უბჭყალებოდ აკეთებს რა, თავად ძლიერდება და ქსუვდება და თვითონაც FSB-ს სხვა ხაზი, ანუ FSB-ს ერთი ხაზი ძლიერდება მეორე ხაზის გადასუსტების ხარჯზე. დიახ, ღარიბაშვილი თუ გომელაური თუ სხვები და სხვები მოსაშთობნი იყვნენ, მივესალმებით კობახიძის ამქმედებას, მივესალმებით იმას, რომ ფარცხალაძის ხაზი დასუსტებული და მერე უკვე ანადგურებულიც იქნება კობახიძის ხაზის თუ კობახიძის გუნდის მიერ, რეალურად ივანიშვილის გუნდის მიერ დასაკვირველია, მაგრამ ასე არ არის მთლად და გეტყვით რატომ. კობახიძის გაქსუება, ანუ FSB-ს მეორე ხაზის გაქსუება კიდევ უფრო მეტ პრობლემებში აღმოგვაჩენს ჩვენ, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია არა ფარცხალაძიზმზე დიდი პრობლემა რა შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, მაგრამ უფრო დიდ პრობლემებში ჩაგვაგდებს აღმოგვაჩენს და ბიძინა ივანიშვილს თუ ეს კომბინაცია აქვს, რომ დაკლას ახლა კობახიძის ხელით გომელაურისა თუ ფარცხალაძის სასტავი და რასაკვირველია ფორმალისტური საბაბები აქვს ჯანგველაძის ამბავი და არა მხოლოდ ჯანგველაძის, ეხლა ნუ შემიყვანთ ამ თემაში გადაცემის კი არა ამ ვიდეობლოგის 28 წუთის მიწურულს, ხო აქვს ბიძინა ივანიშვილს, მან ბიძინა ივანიშვილი თუ ამგვარ კომბინაციაშია, რომ მერე უკვე კობახიძეს დაკლას, ხო? კობახიძეს დაკლას პოლიტიკურად, ეს სწორი ნაბიჯი იქნება და ამასაც სთავაზობენ, ეგრა მაგის პასუხია დასავლეთიდან გარკვეული პირობების სანაცვლოდ, რასაკვირველია, ანუ მოაკვლევინე პოლიტიკურად ღარიბაშვილი და არა მხოლოდ ღარიბაშვილი კობახიძეს და მერე კობახიძეც გაუშვი ბიძო და ამით თუ გადარჩები მე ბიძინა ივანიშვილის საღიგონებისა არ მწამს მეთქი, მაგრამ თუ ეს საჭადრაკო პოლიტიკური დაფა, ვისაც ყური აქვს ისმინოს და მე კონკრეტული ადრესატები ვიყავს ცხადია, რომლებსაც ვერ გავამხელ, მიზეზთა გამო თხილად იყავით, ჩემი მოგზალებული რეკომენდაცია და რჩევა, ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ბიზინა სასტიკია და ფორმალისტური თვალსაზრისით კობახიძეს შეიძლება დაგარტყათ თქვენს ყველას, ვინც ჩაშკა ლოშკას თამაშობდით და რთული მოსახლეები გაიარეთ, რასაკვირველია, ფრთხილად იყავით, კობახიძე რუსია, რომ იცოდეთ და აუცილებელია რუსთან ძალიან ხისტი პოლიტიკის წარმოებაც კი, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში მკვეთრი პოლიტიკის წარმოება და ნუ გაჩაშკალოჭკდებით ბიძინა ივანიშვილთან,
რომელიც ამ შაშკალოშკობისა და გამო შეიძლება გადმოგცდეთ თქვენც. იცით თქვენ ეს ჩემზე უკეთ პრინციპში ყველა სიტყვას მოზომილად ვამბობ და ვამბობ იმიტომ რომ ვისაც ყური აქვს ისმინოს. ხო, რა თემას არ შევეხე ამ ვიდეო ბლოგში. დავიწყე ალასკიდან და ჩამოვედი გიორგი მიქაძის დაჭერამდე. ასეც არის. სათაურს ჯერ ვერ გეტყვით, სათაური გამოჩნდება. კი არა, უკვე ხედავთ თქვენ ამ ვიდეო ბლოგის ბოლოსკენ კი მე ეს სათაური მოფიქრებული არ მქონდა. ნახვამდის.